ხმაურიანი გამოდგა სამოქალაქო აქტივისტის საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ დარბაზიდან რამდენიმე დამსწრე გააწევა. დღეს განხილულ საქმეზე ხვიტარიძეს ედავებიან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას. გადაწყვეტილების გამოცხადება კი მოსამართლემ რამდენიმე დღით გადადო. აღსანიშნავია, რომ ხვიტარიძეს ამ ეტაპზე პატიმრობა აქვს შეფარდებული კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სადაც მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. Ნინჩა კეკელია მოგვიყვება მეც დღევანდელი პროცესის შესახებ ინცეგისმით. Კიმიშა ხმაურიანი იყო ეს პროცესი ნამდვილად ხმაურიანი იყო იმიტომ რომ ბრალდების მხარე რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა ადგილზე სვამდა კითხვებს და არ ჰქონდა არც ერთი მტკიცებულება იმ ბრალდების რომელსაც ედავებოდნენ საბას ხვიტარიძეს შესვენებისას გარკვეული ვიდეო მასალა ტელევიზიის ერთ-ერთი ჩანაწერი ჩამოიტანა შემდეგ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თუმცა არც იქ მტკიცდებოდა საბას ხვიტარიძის ბრალეულობა ამას მოყვა ხმაური საქალაქო სასამართლოს დარბაზში მოსამართლის მითითებით მანდატურებმა დაატოვებინეს იქ შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს და ასევე ახლო ნათესავებს სასამართლო დარბაზი რაც შეეხება საბას ხვიტარიძის მოყოლილ ამბავს ის თავად იხსენებს როგორ მოხდა მისი დაკავება მელიქიშვილის გამზირზე როცა იდგა მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც საპროტესტო აქცია იყო და მას პირიქით ძალის გამოყენებით პოლიციელები აკავებდნენ და გადაიყვანეს კიდეც მაშინ წინასწარი დაკავების იზოლატორში. გარდა ამისა, თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ მას არ მიუყენებია პოლიციისთვის შეურაცხყოფა, იდგა და უმისამართოდ იგინებოდა, შემდეგ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და დააკავეს. ცხადია, ადვოკატები ამბობენ, რომ არანაირ სამართლებრივ ნორმაში არ ჯდება ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება საქალაქო სასამართლოს არა მხოლოდ ამ დარბაზში ზოგადად იქ სადაც განიხილება აქციებზე დაკავებული პირების საქმეები და სამოქალაქო აქტივისტების საქმეები ეს მხოლოდ ერთს ემსახურება რომ იყოს გარკვეული საჩვენებელი დასჯა იმ ადამიანების ვინც აქტიურად მონაწილეობს ამ პერმანენტულ საპროტესტო აქციებში. როდესაც რაღაცა ჩოჩქოლი ატყდა რა თქმა უნდა იქ ყველა მეგობრები რა ვიცი ბევრი ნაცნობი მყავს რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და იქითკენ წავიდი ცოტა ჩქარი ნაბიჯებით წავიდი იქითკენ რომ გამიგო რა ხდებოდა ამ დროს იმ ჩოჩქოლიდან ერთ-ერთი პოლიციელი გამოვარდა დამეტაკა და მეწყრის ჩანთას ეს საუბრობთ მელიქიშვილის ქუჩაზე? მელიქიშვილის ქუჩაზე, კი ბატონო, სრულიად გაურკვეველი იყო რა მოხდა ჩემთვისაც, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ხვდებოდი, ანუ ეს პოლიციელი ჯერ რატო დამეტაკა, მერე ანუ ჩანთა საიდან ხონა, არ ვიცი, სულ ჩანთა მესროლა და ამ სროლის შემდეგ მოყვა უკვე უკნიდან დამიჯია რამდენიმე პოლიციელმა და უკვე დაიწყო ჩემი ცემა. ჩვენ დავასრულეთ საფრის არსებითი განხილვა, მიღებული სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდება 27 დეკემბერს საქართველოს კონსტიტუციის გამოსახულის ხუთი გამოცხადება გამოცხადების Baba! მტკიცებულებები იყო ისეთი, რაც ფიზიკურად ვერაფერს ვერ დააბრალებდნენ და ვერაფერს ვერ გამოიტანდნენ. აქედან გამომდინარე, პროკურატურამაც მოიტანა მტკიცებულება, რომელსაც ფიზიკურად არანაირი აზრი არ ქონდა საბასთან შეხებაში არ იყო საერთოდ უბრალოდ იყო მტკიცებულება ოღონდ თვითონაც არ იცოდნენ რისი და რატომ და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ცოტა ნამუსმა შეაწუხა ჩვენი ბატონი მოსამართლე მე რა თქმა უნდა თავაწეული და ამაყად დავდივარ იმიტომ რომ საბას ბებია ვარ მისი გამზრდელი ბებია ვარ და ძალიან მიყვარს რა თქმა უნდა ყველა ბებიას უყვარს შვილი რომელია რო არ უყვარს მაგრამ მე სხვისი შვილებიც მიყვარს ის გამწარებული ოჯახებიც მეწოდება და ჩემი მხოლოდ შემიძლია ის რომ ვილოცო იმისთვის ვილოცო იმ ბავშვებისთვის რომელიც უკანონოდ ისჯებიან და ღმერთმა ქნას რომ აი ეს თავიანთი მსხვერპლი ისე წასულიყოს როგორც მათ უნდათ როგორ იცხოვრონ იმ ქვეყანაში სადაც მათ გაუხარდება და კარგად იქნებიან რა ობიექტური მტკიცებულებას არ უნდა წარმოადგინოთ რა სამართლებრივი შეფასებებიც არ უნდა გავაკეთოთ მნიშვნელობა არ აქვს მსგავსი ტიპის საქმეზე სასამართლო მაინც იღებს იმ გადაწყვეტილებას რასაც ფაქტიურად მათ შისის თხოვს და ავალებს კიდევაც ანუ ტანდემში მოქმედებენ ერთად
ადამიანების რეპრესიებისათვის და დაშინების მცდელობისათვის. საბას ხვიტარიძე არის, თქვენ იცით, რომ პოლიტიკური პატიმარი, ხო? მაკრონმა დაურეკა ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და უთხრა, რომ პოლიტიკური პარტიები გაათავისუფლე ამ ქვეყანაში და როგორ შეიძლება ამ ადმინისტრაციული მოგონილი, შეთითხნილი საქმეები ან საბას ან ვინმეს დაშინება. ჩვენ დღეს სასამართლოს ხდომაზე ვიხილეთ მორიგი აბსურდი, მორიგი პროცესუალური ნონსენსი, როდესაც მხარეები არიან არათანაბარ მდგომარეობაში, როდესაც საქმეს სასამართლოში მოაქვს სრულიად მოუმზადებელი და დღეს რომ სასამართლო თავის სიმაღლეზე იდგეს, ამდენი უსამართლო პროცესი არ ჩატარდებოდა, ამდენი მოუმზადებელი საქმე სასამართლოში არ მოვიდოდა და ამდენი ზეწოლა თავისუფალ მოქალაქეებზე ვერ განხორციელდებოდა. იმის მიუხედავად, რომ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათმა წარმომადგენელმა მოითხოვა უმკაცრესი ჯარიმის დაკისრება საბას ხვიტარიძისთვის, თუმცა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ თქვა, რომ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს რამდენიმე დღეში 27 დეკემბერს ამ საქმეზე. საბას ხვიტარიძის ადვოკატებიც ამბობდნენ, რომ ალბათ ადმინისტრაციულ პატიმრობას არ გამოიყენებდა მოსამართლე, რადგანაც ის ისედაც იმყოფება სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ პატიმრობაში, რომელზეც ასევე ამბობენ ადვოკატები, რომ არის მხოლოდ პოლიტიკური საქმე და ის ფაქტიც, რომ ის არა გლდანში, არამედ რუსთავის განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულებებში ბრალდებული პირების პენიტენციურ განყოფილებაში ყავთ გადაყვანილი, ნიშნავს, რომ მასზე პოლიტიკური ანგარიშწორება მიმდინარეობს.